პოლიტიკური პარტიების და ახალგაზრდული ორგანიზაციების გუშინ დაკავებულ წევრებს ოფიციალურად ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ, არ არის გამორიცხული მათი ნაწილი დღესვე მიიყვანონ სასამართლოში. გუშინ ერთდროულად ამ მცირე ინტერვალებით ჩხრეკა რამდენიმე ადგილას მიმდინარეობდა, მათ შორის იყო ახალის, დროას, გირჩიმეტი თავისუფლების, ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა ორგანიზაციის ოფისები, აიყვანეს ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, ამას გარდა დაკავეს ძლიერი საქართველოს ორი წევრი, დაკავებულთა შორის არიან აქტივისტები. გუშინ შვიდ პირს ჯგუფურ ძალადობას და ორგანიზებას ედავებიან, რაც 9 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ლიკა ალელიშვილია დეტალებით პირდაპირ ეთერში. გუშინ დაკავებული 7 პირიდან ოფიციალურად ბრალი ჯერჯერობით არც ერთისთვის წარუდგენიათ, ამისთვის კი ვადა უწყებებს, სამართალდამცა უწყებებს აქვთ კანონით მინიჭებული 48 საათის განმავლობაში, ამის შემდეგ კი უნდა გაიმართოს სასამართლო პროცესი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი ინფორმაციით დაკავებულებიდან 2 პირი იმყოფება ზაჰესში, წინასწარი დაკავების იზოლატორში, ხოლო 5 დაკავებული კი დიღომში მდებარე წინასწარი დაკავების იზოლატორში. სწორედ აქ იმყოფებოდა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი, კონკრეტულად კი მოძრაობა დაფიონის დაამფუძნებლის ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი, რომელმაც მას შემდეგ რაც იზოლატორი დატოვა, თქვა რომ ზვიად ცეცხლაძე იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. მოვინახულეთ ზვიად ცეცხლაძე, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჯანმრთელად არის, აცხადებს რომ იყენებს კვლავ დუმილის უფლებას, ველოდებით ბრალის დადგენილებას, რა მიეთითება ბრალში, რას მიედავება რეალურად ბრალდების ხარე, რაც შეეხება დაკავებას და მის სახლის ჩხრეკას, აცხადებს რომ ისეთი ნივთები იქნა მითითებული ჩხრეკის ოლქში, რომელიც არ იყო მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული. კონკრეტულად 5 ბოთლი მოლოტოვის კოქტეილის მოსამზადებლად, არც ერთი პირი, გარეშე პირი, ნეიტრალური პირი არ დასწრებია ზვიად ცეცხლაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სასამართლო განჩინების საფუძველზე გუშინ 4 პოლიტიკური პარტიის ოფისში და ასევე 6 პირის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკები, დაკავებულია გუშინდელი მდგომარეობით 7 პირი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა ობიექტებიდან ამოიღეს ნივთმტკიცების სახით, როგორც აირწინაღები, ასევე ჩაფხუტები, ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილები, ასევე სხვადასხვა ხსნარები, რომლებსაც ექსპერტიზა უტარდება, ასევე ამოღებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ჩხრეკის შედეგად კომპიუტერული ტექნიკაც. მადლობა, ლიკა ალელიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.